მსოფლიოში მზის ენერგიის გამოყენება სწრაფად იზრდება, რაც არა მარტო ეკოლოგიურად სუფთა მომავლის გარანტია, არამედ ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობაც. საქართველოში სულ უფრო მეტი კომპანია ირჩევს მზის ენერგიას, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად. სწორედ მზის ენერგია და მისი პოტენციალის განვითარება დღევანდელი ენერგეტიკული რუბრიკის მთავარი თემა და ჩვენი სტუმრები არიან ლევან ბოსტიაშვილი, ფოტომეტ ევრაზიის ტექნიკური დირექტორი და კომპანია სოლარის დამფუძნებელი ლევან კობახიძე. მე მათ მივესალმები. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. სტუმრები. ლევან, თქვენით დავიწყებთ. ფოტომეტ ევრაზია 2021 წლიდან აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ყველა ტიპის ტექნოლოგიას სამიმართულებით დაწყებული ინვერტორებით, დამთავრებული ბატარეის შემნახველი, ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეებით და მზის პანელებით. უფრო მეტი რო გითხრათ თქვენი კომპანიის შესახებ. კი ბატონო, კომპანია ფოტომეტ ჩეხური კომპანია არის, რომელიც 2008 წლიდან მზის ინვერტორების ბიზნესში არის. 2015 წლიდან უკვე გავხდით Huawei-ის ოფიციალური პარტნიორები და დღესდღეობით მუშაობთ 23-ზე მეტ ქვეყანაში და გვაქვს 13 რეგიონალური ოფისი. 2021 წლიდან საქართველოში უკვე გავხსენით ოფისი და დავიწყეთ აქტიური მოღვაწეობა, მაგრამ უკვე საქართველოს და კავკასიის ბაზარზე 2020 წლიდან მუშაობდით, მაგრამ ასე რომ თქვა ჩვენი კოლეგები, ევროპელი კოლეგები და უკრაინელი კოლეგები უწევდნენ დახმარებას ჩვენს პარტნიორებს. 2021 წლიდან უკვე სერტიფიცირებული პარტნიორები გავხდით კომპანია Huawei-ისი და ჩვენს მომხმარებლებს და ჩვენს პარტნიორებს უწევთ გარდა იმისა, რომ ვართ დისტრიბუტორები და ასე ვთქვათ ვაწვდით პროდუქციას, ამის გარდა უწევთ ტექნიკურ ხარდაჭერას, როგორც გაყიდვამდე, ასევე გაყიდვის შემდგომ. ამის გარდა ასევე ვაწვდით მომხმარებლებს ფოტოვოლტურ მოდულებს და 2024 წლის გაზაფხულიდან უკვე ვართ კომპანია Astro Energy-ის ოფიციალური პარტნიორები და დისტრიბუტორები კავკასიის რეგიონში. აი თქვენ ახსენეთ, რომ ხართ უმსხვილესი დისტრიბუტორი Huawei-ის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის. საქართველოში აი ბაზარზე რო დავაკვირდეთ, ყოველთვიურად იზრდება მოხმარება მზის ენერგიაზე. აი მოხმარება მიწოდების ნაწილში რო უკეთესად დაგვიხდეთ, აი რა ტიპის მოთხოვნა არის დღეს ბაზარზე? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩატარებულმა აუქციონებმა და პირდაპირმა მოლაპარაკებმა ცხადყო, რომ მზის ენერგიაზე ძალიან დიდი იყო დაინტერესება. აი ამ მიმართულებით რო გითხრათ, რა ტიპის მოთხოვნაა დღეს ბაზარზე ამ ტექნოლოგიების მიმართ? კი ბატონო, აქამდე დღემდე ასე რომ ვთქვათ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ნარჩუნდება, საყოფაცხოვრებელ და კომერციული ტიპის ინვერტორებზე იყო მოთხოვნა და ჯერ კიდევ არის ეს მოთხოვნა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, CEMEC-ის მიერ იქნა ახალი რეგულაციის მიღება, ნეტო აღრიცხვა ჩანაცვლა ნეტო დარიცხვით, შესაბამისად ჩვენ ვარაუდობთ, რომ ცოტა შემცირდება კომერციული და საყოფაცხოვრებელ მოხმარების ინვერტორებზე მოთხოვნა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ CFD აუქციონებმა და პირდაპირ მოლაპარაკების გზით, ასე ვთქვათ, მემორანდუმებმა ცხადყო, რომ გაიზარდა მოთხოვნა დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებზე და უკვე სხვადასხვა კომპანიებისგან და დეველოპერებისგან უკვე გვაქვს მოთხოვნა დიდი სიმძლავრის სადგურებზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად მალე საქართველოში უკვე გაეშვება კიდევაც პირველი დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელმაც პირველ აუქციონში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა და უკვე მათთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, პროდუქტი უკვე გზაში არის, მალე მოხდება მიწოდება და ამ წლის ბოლომდე იგეგმება, რომ უკვე ექსპლუატაციაში გაეშვას ეს სადგური. ტრანსპორტირებაზეც საინტერესოა, დაახლოებით აი რა დრო ჭირდება ხოლმე? ტრანსპორტირებას დაახლოებით, როგორც მოგესალმებით, სუეცის არხში წითელ ზღვაში პრობლემებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების დრო ცოტა გაიზარდა და შესაბამისად დაახლოებით 60-დან 80 დღემდე ჭირდება, რომ ჩამოვიდეს საქართველოში ჩინეთიდან, მაგრამ გარდა ამისა გვაქვს ძალიან კარგი საშუალება რკინიგზა, რომელსაც ვიყენებთ ძირითადად ფოტოვოლტური მოდულების ტრანსპორტირებისთვის და გააჩნია პერიოდებს, როგორი მოთხოვნა არის თვითონ რკინიგზაზე, მაგრამ დაახლოებით 4 კვირიდან 8 კვირამდე მერყეობს ტრანსპორტირება ჩინეთიდან საქართველომდე, თბილისამდე. ძალიან დიდი მადლობა. მე დროებით ლევანთან გადავალ. უშუალოდ თქვენს კომპანიით დავიწყოთ საუბარი. როდის დაფუძნდა? რამდენი მეგავატი აქვს უკვე თქვენს კომპანიას თავის პორტფელიოში და ძირითადად რა ტიპის მიმდინარე პროექტები გაქვთ? კომპანია სოლარი დაფუძნებული არის 2007 წელს, თუმცა 90-იანი წლებიდან ამ მიმართულებით მუშაობთ. ერთ-ერთი პირველი კომპანია არის, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლებს ვთავაზობთ მზის სადგურების პროექტირებას, მასალამოწყობილობის მოწოდებას, მონტაჟს და შემდგომ მომსახურებას.
და მაინტერესებს თუ მიგიღიათ მონაწილეობა ჩატარებულ აუქციონებში, ანუ გამოდიხართ თუ მხოლოდ შემსრულებელი, თუ თქვენითაც ინვესტიციებს ახორციელებთ. ჯერჯერობით აქცენტი გაკეთებული გვაქვს პროექტების შესრულებაზე, აუქციონებში მონაწილეობის მიღებისგან ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დაბალი ტარიფები დაფიქსირდა და ჩვენი გადმოსახედიდან საინვესტიციო კუთხით ეს პროექტები ამ ეტაპზე მიმზიდველი არ იყო. ამიტომ ძირითადად აქცენტს მაინც პროექტების შესრულებაზე ვაკეთებთ დღესდღეობით. 2007 წლიდან ოპერირებს თქვენი კომპანია, როგორც ახსენეთ, ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ დამკვეთთან გექნებოდა ურთიერთობა. აი თქვენი გადმოსახედიდან საშუალოდ ჩვენი მაყურებელი, რომელიც შეიძლება რომ დაინტერესდეს, რომ საკუთარი მოხმარებისთვის დაიყენოს მზის პანელი. ბიზნესისთვის ეს ინფორმაცია უფრო დიდი ხანია ცნობილია და ხშირად ისინი იყენებენ ამას და დეტალებში გარკვეულები არიან. აი საშუალოდ რა ჯდება 1 კილოვატის დაყენება და რას უნდა მიაქციონ ყურადღება თუ გადაწყვეტავენ, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლზე გამოიყენონ სუფთა ეკოლოგიური მზის ენერგია. დღესდღეობით მომხმარებლების შეიძლება ძირითადად ორ კატეგორიად გავყოთ. ეს არის საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და კომერციული მომხმარებლები, საწარმოები და შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი დაკვეთების მოდის კომერციულ მხარეზე, რადგან მასშტაბში სადგურების ღირებულება ნაკლები არის და კომერციული ტარიფი შესაბამისად მაღალია. თუმცა საყოფაცხოვრებო სადგურების რაოდენობამაც იმატა. ამ კითხვას პარალელურად ასევე მინდა მოვაყოლო ნეტო აღრიცხვის და ნეტო დარიცხვის რეგულაციასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც მოგეხსენებათ, ნეტო აღრიცხვა მოიტანა ამ სფეროს ამ დონემდე განვითარება, როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო მიმართულებით. ძალიან კაი ინიციატივა იყო სემეკის მხრიდან, თუმცა ასევე ვიცით, რომ შევსებული არის უკვე ლიმიტები ენერგოპროს ქსელში და დარჩენილია მხოლოდ ლიმიტი თელასის ქსელში. ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენი გადმოსახედიდან, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს მაინც შეუნარჩუნდეს ამ სქემის სარგებლობის საშუალება, რადგან მათთვის რაიმე აზრის მომცემი იყოს მზის სადგურების ინსტალაცია. რაც შეეხება ფასებს, საორიენტაციო ჩემულია დადგმული კილოვატის ფასები გითხრათ კომერციული შემთხვევაში ეს არის 300-დან $500 ტექნოლოგიის და მასალამოწყობილობების მიხედვით. საყოფაცხოვრებო შემთხვევაში, სადაც სადგურების ზომა დაბალი არის, დაახლოებით $500-დან $1000 ერთ დადგმულ კილოვატს. დიდი მადლობა ლევან, ჩვენ ვახსენეთ, რომ ვითარდება ეს მიმართულება. რა შეგიძლიათ თქვათ ტრადიციულ ენერგიასთან შედარებით, რა უპირატესობა გააჩნია განახლებად ენერგიას და ასევე საინტერესოა გამოიწვევს თუ არა ეს თქვენი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ფასის დას. კი ბატონო, პირველ რიგში რო ვისაუბროთ უპირატესობებზე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა გაუსვათ ხაზი გარემოს დაცვის საკითხს. ამ შემთხვევაში CO2 ემისიების ასე ვთქვათ გამოფრქვევა მცირდება და შესაბამისად ეს ზოგადად არა მარტო საქართველოსთვის გლობალურად ეს გავლენას მოახდენს თვითონ გარემოს დაცვითი კუთხით ძალიან დიდ გავლენას მოახდენს და შეამცირებს გლობალურ დათბობას. გარდა ამისა, თვითონ მომსახურეობის ხრივად და მშენებლობის ხრივად უფრო იაფიჭდება და შესაბამისად უფრო ნაკლებ დროში შეიძლება რომ ავაშენოთ სადგური და გაუშვათ ექსპლუატაციაში. გარდა ამისა, კიდევ რო ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში, მაინც ტრადიციული სადგურებზე რო ვისაუბროთ, ეს ძირითადად გვაქვს თბოელექტროსადგურები, სადაც დამოკიდებული ვართ, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს მეზობლებზე პირველადის საწვავით, იმპორტირებულ ენერგიაზე, ასე რომ ვთქვათ, გაზზე, რომლის წვაცდება და შემდგომ ელექტროენერგიის გამომუშავება და თუ გსურს რომ მივახციოთ ასე რომ ვთქვათ ენერგო დამოუკიდებლობას და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას აუცილებელია ეს რომ ბევრი განახლებადი ტიპის ელექტროსადგური აშენდეს. ამ შემთხვევაში საუბარია როგორც მზეზე, ქარზე, ასევე ჰიდროელექტროსადგურებზე. ქსელთან ინტეგრაციის ნაწილზეც მინდა გკითხოთ, თუ არა რომ ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამ გამოწვევის გარდა სხვა რამე ტიპის გამოწვევებს თუ ხედავთ ამ მიმართულების განვითარების. რა თქმა უნდა, ქსელთან ინტეგრაციის მიხედვით, ცხელთან ინტეგრაციის შემთხვევაში ეს არის დიდი გამოწვევა, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ქარი და მზე ნაკლებად სტაბილური ენერგია არის და აუცილებელია რომ არსებობდეს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურები, დიდი სიმძლავრის ასე ვთქვათ ჰიდროელექტროსადგურები, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მაბალანსირებელი ელექტროენერგიის წარმოება, ან მეორე შემთხვევაში, თუნდაც ახლა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ძალიან მნიშვნელოვან და კარგ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი
განახლებადი არატრადიციული ქარის და მზის ელექტროსადგურები ჩაერთოს ქსელში, ეს არის ენერგიის შემნახველის სისტემები და უნდა მოხდეს მეტი ენერგიის შემნახველის სისტემის, ასე ვთქვათ, ინტეგრირება ქსელში, რომ უფრო მეტად სტაბილური ქსელის შექმნა და მქონდეს საშუალება მეტი მზის და ქარის ელექტროსადგური ჩავრთოთ. ჩვენ ვახსენეთ, რომ ბაზარზე არსებობს მზარდი მოთხოვნა და მიწოდების ნაწილში თქვენი კომპანია უზრუნველყოფს მიწოდებას. თუმცა ამ ყველაფერს მაინც ჭირდება კვალიფიციური კადრები, ხო, იგივე მემონტაჟები, პროექტანტები, ინსტალატორები, რომ ამის სწორად დამონტაჟება მოხდეს. აი მიმართულებით რა შეგიძლიათ თქვათ, რამდენად არის ეს გამოწვევა ბაზრისთვის და ჩვენი მაყურებელი, რომელიც უყურებს ამ გადაცემას და არის დაინტერესებული, რომ კვალიფიკაცია ამ მიმართულებით აიმაღლოს. არის თუ არა თქვენთვის ცნობილი ამ მიმდინარე კურსები, სადაც შეუძლია დარეგისტრირდეს და გამოიყენოს შესაძლებლობა, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. კი ბატონო. ლევანი დამეთანხმება, ჩვენი კოლეგა ლევანი დაგვეთანხმება, რომ ნამდვილად ანუ ასე რომ ვთქვათ, დეფიციტი არის კვალიფიციური კადრების, მაგრამ გრედასთან ერთად საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასთან ერთად ჭიათურის მულტიფუნქციურმა ცენტრმა რამოდენიმე წლის წინ ჩვენი ჩართულობით განახორციელა პროექტი გადამზადების პროგრამა, ანუ მემონტაჟების, მზის ელექტროსადგურის მემონტაჟების გადამზადების პროგრამა, რომელსაც უკვე რამოდენიმე ჯგუფი გამოუშვა და შესაბამისად კარგი შედეგით მივიღეთ და უკვე დასაქმებულებიც არიან ისინი სფეროში. გარდა ამისა, მოთხოვნიდან გამომდინარე კოლეჯებმა რო დაინახეს, რომ მოთხოვნა არის ამ მიმართულებით, მათაც დაანერგეს მემონტაჟის კურსები, მცირე დროის სამთვიანი გადამზადების კურსები და ახორციელებენ კურსებს და ძალიან წარმატებით ახორციელებენ და ჩვენი ინჟინრებიც ჩართულნი არიან ამ პროცესში და უტარებენ ტრენინგებს. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო პირველი ორგანიზაცია, ასე რომ ვთქვათ, უნივერსიტეტი, რომელმაც შექმნა ეს გადამზადების კურსი, მოკლევადიანი სამთვიანი კურსი და მათაც, როგორც ვიცით, ჩვენც ვართ მანდაც ჩართულები, ძალიან წარმატებულად ხორციელდება ეს კურსი და ასე რომ ვთქვათ. ამ კურსებს რო გავიან, სერტიფიცირებული მემონტაჟები ხდებიან და მერე დასაქმებულების უფრო დიდი პერსპექტივა ეხება. თქვენთანაც მინდა იგივე კითხვით გადმოვიდი, აი, რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს კომპანიაში და როგორ ხდება ამ ადამიანების მოძიება? ჩვენს კომპანიაში დღესდღეობით დასაქმებული არის 1000-მდე მუდმივი კადრი, მაგრამ პროექტების და მიხედვით დაახლოებით 20-30 კაცის საჭიროება ყოველთვის გვაქვს და როგორც ლევანმა აღნიშნა, ესეთი გადამზადებული კადრების საჭიროება ქვეყანაში ნამდვილად არის, როგორც ჩვენ კომპანიაში, ასევე სხვა კომპანიებში. ერთადერთი ვისურვებდი, რომ ამ გადამზადების ხარისხიც ალბათ ოდნავ მაღალი უნდა იყოს, რაც ანუ ფაქტიურად ვერ ვეწევით იმას, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ კადრები ვინც ამზადებს მერე ამ კადრებს, შესაბამისად ისინიც საჭიროებენ ალბათ გადამზადებას და უფრო აი ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. და ჩვენი საუბრის დასასრულს ორივეს მინდა რომ ეს კითხვა დაგისვათ, ამ ყველაფერს ჭირდება ფინანსები. ბიზნესისთვის შეიძლება იყოს მეტად მარტივი, მაგრამ კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში, ვისაც საკუთარი მოხმარებისთვის უნდა ამის გაკეთება, ეს ფინანსური რესურსი მოსაძლებელია. არის თუ არა აი ეს თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე გამოწვევა და ენერგოკრედიტები რამდენად აქტიური საკითხია დღეს წესრიგში მათთვის? დღესდღეობით მზის სადგური როგორც პროდუქტი ბანკისთვის უკვე საკმაოდ პოპულარული პროდუქტი არის. ძირითადად ბიზნეს კლიენტები სარგებლობენ ამ მიმართულებით, თუმცა ნებისმიერ კერძო პირსაც შეუძლია ამ მიმართულების ცესხის აღება. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს ბოლო წლებში საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ მაღალი არის და სასურველი იქნება და რამე დამხმარე მექანიზმების არსებობა ამ მიმართულებით აი ამ ცესხების შემსრულების მიზნით. აი ვთქვათ, იგივე როგორც მიბიარდის კეშბექი იყო, აი აწარმოე საქართველოს გეგმავდა ძალიან კარგად ამ მიმართულების განვითარებას, თუმცა ჯერჯერობით ყველანი ველოდებით და იმედი არის, რომ ამ მიმართულებით რამე საინტერესო და კარგი სიახლეები გვექნება. ლევან, თქვენ რას დამატებთ?
დავეთანხმები ლევანს, ანუ EBRD-ის cashback-ის პირობა, რაც იყო თანხის დაბრუნების პირობა, რაც იყო ეს ძალიან კარგი პირობა იყო და საშუალებას აძლევდა, ასე რომ ვთქვათ, ინვესტორებს საშუალებას აძლევდა, რომ უფრო მარტივად განეხორციელებინათ ინვესტიცია მზის ელექტროსადგურებში, ასევე აწარმოეს საქართველოს ძალიან კარგი მხარდაჭერის სქემა ქონდა და როგორც ვიცით და გაუმჯობესებენ ამ სქემას და ნამდვილად ყველა ველოდებით ამას, როგორც ინვესტორები, ასევე მიმწოდებლებიც ველოდებით ამას, იმიტომ რომ უფრო მეტად გააქტიურებს და მნიშვნელოვანი არის ძალიან სექტორისთვის, მაგრამ როგორც ლევანმა აღნიშნა, ეს კი მზის ელექტროსადგურებისთვის ცესხები უკვე აღარ არის სიახლე ბანკებისთვის, მაგრამ როდესაც საუბრობთ მცირე ზომის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე, ხოლო უკვე საშუალო და დიდი ზომის მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში მაინც ბანკები ფრთხილობენ და ცდილობენ, რომ უფრო მეტი ექსპერტები ჩართონ და განიხილონ პროექტები, რამდენად რეალური არის და რამდენად განხორციელებადი არის ეს პროექტი და რამდენად შეიძლება რომ მას რაიმე პრობლემები შეექმნას, როგორც შენებლობის პერიოდში, ასევე შემდგომ ოპერირების პერიოდში და ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ როგორც TBC ბანკთან, ასევე საქართველოს ბანკთან, რომ ასე ვთქვათ, მოხდეს კონკრეტულად ექსპერტებთან დაკავშირება და შეიქმნას ისეთი პროდუქტი, რომ დეველოპერებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. კი ბატონო. ყველამთვის საინტერესო. მაგრამ ნუ რა პროცენტები გაიზარდა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ხრივაც დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის რაღაც ხრივ ხარდაჭერის სქემები იქნება, რომელიც დაეხმარებათ, რომ უფრო მარტივად გადადგან ინვესტორებმა ნაბიჯი ამ ინვესტიციისათვის. ძალიან დიდი მადლობა, მე გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ლევან ბოსტიაშვილი, ფოტომედ ევრაზიის ტექნიკური დირექტორი და ლევან კობახიძე, კომპანია სოლარის დამფუძნებელი.